სიმწონე ძალიან მიყვარს. ბუნებას დიდ პატივს ავწევ. ბუნება არის უდიდესი მხატვარი, მე ასე წამომი, უდიდესი, რომელსაც აი ბევრ რამეს ქმნის და უბრალოდ შენ გეძახის რომ მოდი ხელი წამოშველი და ყველაფერი იქნება. და გახლავართ ავთანდილ ლუხოშვილი. სპეციალობით დავამთავრე ოცეთოიდის სახელობის ტექნიკუმი. მხატვარ დეკორატორ შემსრულებელი. მუშაობდი ფერწერაში, მე გადავიჭერ ხეზე, ლითონზე, მაინტერესებდა ხო იცი მრავალფეროვნება. მე ვარ ლონდა ჯიბუტი, სამოყვარულო თოჯინებს ვაკეთებ, ხატავ. მე თვითონ ჩოხატაურელი ვარ, გურული ვარ და თბილისში წავედი სასწავლებლად, მოსათოიდის სასწავლებელში და გავიცანე ბატონი ავთანდილი. 54 წელია უკვე ვცხოვრობ აქ კახეთში. მამული გვაქვს, მოვლა უნდა პატრონი უნდა ყველაფერს და შეძლებს დაგვარად კიდე მივიდევ ჩემს სპეციალობას და ერთი სპეციალობა გვაქვს. ეს აი როგორც ერთი ადამიანია, შემჭიდროებული ერთმანეთთან ძალიან კარგად ვარ. და ძალიან კარგად ვეგუებით კიდე ყველაფერს, რომ უგებს ერთი მეორეს. ითმანეთ სულ ვეკითხებით აზრს, რომ აი ეს როგორ იქნება, ასე როგორ გამოვა, ესე გავაკეთო? თვითონაც პირველად თავის ნამუშევარს მემაჩვენებს ხოლმე, მეც ესე, ჩემ ნამუშევარს. ძალიან მეხმარება. ჩემს ქონდა იმის მიდრეკილება, ურმებს აკეთებდა, იზა მყავდა კიდე დედის მხრიდან, ხელოსანი მყავდა, ავეც და იმას ამზადებდნენ. რამე აკეთე, ეთქვა გამოვყვა რა იმფუძაში და რახა მოეჭიდია რა, მე მაინტერესებდა ყველა სპეციალობა. ხეზე ჭრა, ორნამენტებს ზოგი ახლა მაგალითად ჩემი ფანტაზიით ვხმარობ, ისტორიული ორნამენტებით სარგებლობ ხოლმე ბუნებრივ ამბავში, რასაც შევხედავდი გამოდიოდა ბევრს არ იმაშებოდი, რომ ბუნებას არ დაუკარგო თავისისა. ამას უნდა სიარული, ტყეში, ღრეში, ხეობებში სიარული და იქ ხატვრული თვალე ყველაფერს ხედავს მაგალითად. დაინახა რაღაცა და აუცილებლად მიხვალ უცებ რაღაცა პატარა იმას წაარტყავ ხელი და უკვე გამოდის თავისებური ბუნებრივი ნაკეთობა. ბუნებაც ხელი იწყობს და შეც თავისებურად უკვე ხვდები რომ რა უნდა გამოვიდეს ისინი. რომ გადავაგდო და უბრალოდ მიწა მივაღარო, ისეთ ხელი მაქვს ყველაფერი ხარო და ყველაფერს ვრგა, იყოს, გაიზარდოს. ჩემი იმით ვტკბები და ვისვენებ. იმდენი შემოსავალი მაგალითად არა მაქვს ჩემ სპეციალობიდან, რომ აი ოჯახი ვარჩინოთ. როდესაც ხედავს რა მოსავლია თუ აი სხვა თუ არ, რომ იქიდან შემოსავალი არის და მე მაგალითად ოჯახს ვარჩენ და მოდი ამას მოვკიდავ ხელ და გავალ ბოლომდე. ამას ვერ ხედავენ, აი შემოსავალი რო არ არის იმდენი. მაინც და მაინც არ ურღმავდებიან და არ შემოდიან ამ იმაში. რახა უკვე ხალხში შესული ვარ და ბევრს ვეღარ გავაკეთებ. ვიღაც მაინც დაინტერესდება მე. რომ მოვა რაღაცა რჩევა და რიგებას მივცემ. აი დაინტერესება უნდა იყოს. რახა უკვე ექნება რა იმის ნამუშევარს. გასავალი, რაღაცა დახმარება ცოტა, რაღაცა სტიმული მივცეთ, რომ აი გააკეთოს, თორე ყველა შეუძლია ქართული ხალხს ბევრს შეუძლია უამრავს, რომელიც აი ჩვენ ცხოვრებას მართლა გაალამაზებდა. მართლა მხატვრულს გახდიდა.